ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით. ძალიან დიდი მადლობა Nova Societas, რომელიც შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები მოვხაზოთ. მე სანამ დავიწყებ უშუალოდ საუბარს, მინდა დავიკითხო ძალიან პატარა მონაკვეთი სამართლის ფილოსოფოსის რონალდ დვორკინის ერთ-ერთი ტექსტიდან, რომლის ინტერპრეტაციაზე შეგვიძლია ვილაპარაკო. მე მინდა ოთხში მისი ინტერპრეტაციაზე ვილაპარაკო. თუ ჩვენ მოველით, რომ შოვინისტები ცნობენ უმრავლესობის ვერდიქტს, როდესაც უმრავლესობა იწყებს საუბარს, ჩვენ უნდა დავთოთ ნება მათ გამოთქვან თავიანთი შოვინისტური შეხედულებები იმ პროცესში, რომლის დროსაც მიიღება ვერდიქტი, რომლის ცნობას მათგან ჩვენ მოველით. ანუ რონალდ დვორკინი ამბობს იმას, რომ თუ შოვინისტები არის ამ შემთხვევაში სრულიად ესეთი არა კონკრეტული ცნება, აბსტრაქტული ცნება, მას შეგვიძლია ბევრი რაღაცა ისტი მოვიაზროთ. თუ ჩვენ მოველით მათგან, რომ აღიაროთ ჩვენი სამართლებრივი წესრიგი, ანუ ჩვენი შეთანხმება, ჩვენი უფლებების კონცეფცია, მაშინ მათ მინიმუმ ნება უნდა დავთოთ იმაში, რომ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები საჯარო სივრცეში. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა პროცესი იყოს ლეგიტიმური, რომელი პროცესიც ვიღაცის გასამართლებას ან დამარცხებას ემსახურება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ პროცესში მათ ჰქონდეთ ამ პროცესზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფტი ჩემი აზრით, რომელიც სიცოცხლის ენის გააზრების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა ასევე მოვიყვანო ერთი მაგალითი, რომელიც პირდაპირ სიცოცხლის ენას არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება საერთოდ ერთის მხრივ განსხვავებულის ლეგიტიმურობას და მეორეს მხრივ უკავშირდება მთავარ საკითხს. რა არის დემოკრატია, რა არის ლიბერალური დემოკრატია. არსებობს ესეთი ძალიან ცნობილი საქმე ადამიანის უფლებების იურისტებში. მისი სახელწოდება არის ჟდანოკა ლატვის წინააღმდეგ, რომელიც ფაბულა არის ესეთი. ქალბატონი ჟდანოკა იყო კომუნისტი ლიდერი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბალტიისპირეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ის იყო წინააღმდეგი საბჭოთა კავშირის დაშლის და ის მოითხოვდა საბჭოთა ხელისუფლებისგან მის სამშობლოში შეეყვანათ სამხედრო ძალები, როდესაც ისინი აცხადებდნენ დამოუკიდებლობას და არ მიეცა ეროვნული ძალებისთვის ამის საშუალება მოსკოვს. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა ის, როგორც დასრულდა, ჟდანოკა თავის ვერ გაიტანა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ჟდანოკას სამშობლოში აიკრძალა პოლიტიკური თანამდებობის დაკავება მისი კომუნისტური წარსულის გამო. ეგრეთ წოდებული ლუსტრაციის კანონის შესაბამისად. ისინი, ვინც იბრძოდნენ თავისუფლების წინააღმდეგ, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან, მას არ ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება, მათ შორის არჩევით თანამდებობის დაკავების უფლება. მოგვიანებით ბალტიის ქვეყნები შევიდნენ ევროკავშირში. როგორც იცით, ევროკავშირს აქვს თავის პარლამენტი, რომლის საარჩევნო წესებს იღებს ევროკავშირი და არა ადგილობრივი სახელმწიფო.
და შესაბამისად ასეთი აკრძალვა არ არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. ქალბატონმა ჟდანოკა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, გაიმარჯვა და გახდა ევროპარლამენტის დეპუტატი. მე ამით იმის თქვა მინდა, რომ ქალბატონ ჟდანოკას ყავდა მხარდამჭერები და ის იყო გავლენიანი პოლიტიკური ლიდერი, ის არ იყო მარგინალი. მაგრამ ძალადობრივად სახელმწიფომ მას აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ანუ არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ჟდანოკას საქმე მიაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ითხოვს მისი არსებობს ესეთი უფლება პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების უფლება და თხოვს რომ დაადგინოს ევროპულ სასამართლომ ამ უფლების დახურვა. ევროპული სასამართლოს სისტემა არის ესე მოწყობილი, რომ არის ჩვეულებრივი პალატა, სადაც შედის 7 მოსამართლე. მათ შორის ერთ-ერთი იმ ქვეყნის მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც არის სასჯელი შეტანილი. ეს იმიტომ, რომ სხვა მოსამართლეებს რაიმე სპეციფიკა თუ აქ ამ ქვეყანას განუმარტოს ამ მოსამართლემ, ანუ ყველა თქვით, რომ ევროპულ სასამართლოში ყველა ქვეყანა ნიშნავს თავის ერთ მოსამართლეს და ასე იქმნება საბოლოო ჯამში სასამართლო კორპუსი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოკლედ 7 მოსამართლეებმა პალატამ ეს საქმე განიხილა და დაადგინა დარღვევა ჟდანოკას წინააღმდეგ. ანუ თქვა რომ სახელმწიფომ დაარღვია ქალბატონ ჟდანოკას უფლება პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაზე. მაგრამ მოპასუხე სახელმწიფომ საქმე გაასაჩივრა ეგრეთ წოდებულ გრანდ ჩემბერში, ანუ დიდ პალატაში. დიდი პალატა არის მეორე ინსტანცია ასე ვთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც განიხილავს დავებს თუ ის ან მოსაჩვენებს ან მოპასუხებს შედეგი პირველი ინსტანციის არ აკმაყოფილებს. დიდმა პალატამ ძალიან დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება. მან თქვა რომ არის რაღაც საკითხები, არის რაღაც საფრთხეები, რომელიც უკეთ შეუძლია აღიქვას მონაწილე სახელმწიფომ, ვიდრე ამას ევროპული სასამართლო დაინახავს სტრასბურგიდან. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული შეფასების ზღვარის ტესტი. ანუ არის რაღაცა სასამართლო რის ქვევითაც მე ვერ შევაფასებ, არის რაღაც ზღვარი რის ქვევითაც მე ვერ შევალ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ. ჩემი დურბინი არ არის ისეთი ძლიერი, რომ იმ ზღვარს იქეთ რა ხდება დავინახო და ეს მიანდობს ხოლმე სახელმწიფოს, როგორ მან უკეთ იცის და მან გადაწყვეტს. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ თქვა სწორედ ესეთი რამ, რომ რა თქმა უნდა უკეთ იცის მოპასუხე სახელმწიფომ რა საფრთხეები უდგას, ტოტალიტარიზმი არის მნიშვნელოვანი საფრთხე დემოკრატიისთვის, ტოტალიტარიზმი საბჭოთა იდეოლოგია, ტოტალიტარული იდეოლოგია და სახელმწიფოს უნდა აქვს უფლება, ასე ვთქვათ, იბრძოლოს მათ შორის ადამიანის უფლებების შეზღუდვის მექანიზმების გამოყენებით, ადამიანის უფლების შეზღუდვით, მას აქვს უფლება, რომ მოკლედ დაარეგულიროს ეს საკითხი და ეს ამ საფრთხეებისგან დააზღვიოს საკუთარი ქვეყანა. თუმცა ამ და მოკლედ გააუქმა პირველი ჩვეულებრივი პალატის გადაწყვეტილება და თქვა, რომ არა, სახელმწიფოს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, სახელმწიფო მოიქცა სწორად. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყველა მოსამართლემ არ დაეთახა. 12-დან რამდენიმე მოსამართლემ დაწერა განსხვავებული აზრი და მათ შორის იყო თორსტების სლოვენიელი მოსამართლე ზუპანჩიჩი. მოსამართლე ზუპანჩიჩმა დაწერა განსხვავებული აზრი, რომელიც თვითონ განსხვავება არის ძალიან დიდი, 100 გვერდამდე, თუმცა ზუპანჩიჩის განსხვავებული აზრი არის სულ რამდენიმე გვერდი, 2 თუ 3. რომელსაც ახლა რა თქმა უნდა თქვენ არ მოგიყვებით, თუმცა გეტყვით ერთ ფრაზას, რომელსაც ზუპანჩიჩი წერს თავის განსხვავებულ აზრში. რა განასხვავებს დემოკრატიას ტოტალიტარიზმისგან, თუ ის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იყენებს ტოტალიტარულ მეთოდებს. ზუპანჩიჩი სვამს ესეთ კითხვას, რიტორიკულ კითხვას
და იქვე პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, არაფერი, ამიტომ დემოკრატიის მთავარი არსი არის ის, რომ შეწყნარებული იყოს ყველა გამოხატვა, რაც არ უნდა ტოტალიტარულად ჟღერდეს ის და მხოლოდ იდეათა ჭიდილი წარმოშობს ჭეშმარიტებას. ზუბანჩიჩი ამბობს, რომ ზუბანჩიჩის მოსაზრება ემყარება დოქტრინას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ღირებულებები, ადამიანური ღირებულებები ზოგადად ეფუძნება განსხვავებული პატივისცემას და კულტურული ფაქტორები ამ თვალსაზრისით არის ურყევი. ამიტომ თუ ჩვენ თანაბარ პირობებში ერთმანეთს დავაპირისპირებთ ტოტალიტარულ და დემოკრატიულ იდეებს, ყოველთვის გაიმარჯვებს დემოკრატიული იდეა, რადგანაც ტოტალიტარული იდეები თავისი არსით არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და საღი აზრი ყველა ადამიანს უკარნახებს იმას, რომ დაიჭიროს პოზიცია დემოკრატიული იდეების სასარგებლოდ. თუმცა აქ არის ორი თუმცა. ერთი ეს არის ისტორიული კონტექსტი და მეორე ის თუ რას ნიშნავს ტოტალიტარულობა კი არა და შეწყნარება. მოდი ვთქვათ ჯერ პირველზე. ისტორიული კონტექსტის მაგრა. ტოლერანტულობა. თუ დამოვიწყო შემახსოვრება. ორი მაგალითი მე მგონი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საწინააღმდეგო აზრის წონადობაში დავწუნდეთ. პირველი ეს არის 30-იანი წლების გერმანია, როდესაც ჰიტლერის გერმანია, როდესაც ჰიტლერი მოვიდა, ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. სწორედ მათ დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენების მიაღწიეს იმ სისტემის დანერგვას, იმ ტოტალიტარული სისტემის დანერგვას, რასაც დღეს ჩვენ უკვე ნაცისტურ გერმანიას უწოდებთ. ჰიტლერი ჩვეულებრივ უმრავლესობით არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა შემდეგ უკვე სპეკულაციებით კონსტიტუციური ინსტიტუტების სპეკულაციური გამოყენებით მოახერხა ის, რომ ჯერ ოპოზიცია ჩამოაშორა პარლამენტს, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყო სოციალური ჯგუფების დევნა. განსხვავებული სოციალური ჯგუფების დევნა და მათ შორის ყველაზე ესეთი დიდი ეს იყო ებრაელების ჯგუფები, ხო? და ტოტალიტარიზმით ჩვენ მივიღეთ სისტემა, რომელიც ამბობს, რომ არ დაიშვება განსხვავებულობა, არსებობს მხოლოდ ერთი ტოტალური ლეგიტიმურობა და ლეგიტიმურობის მიღმა, ვინც იარსებებს, მოკლედ აი ესეთი ტოტალური სახელმწიფო განსხვავებულს მოკვეთს და მოკვეთს ამ სიტყვის პირდაპირ და გარდაუვალი მნიშვნელობით. და ამის შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი, შემდეგ ნიურნბერგის პროცესი და ნიურნბერგის პროცესზე სწორედ ჩდება დოქტრინა, რომლის მიხედვითაც არ არის აუცილებელი დანაშაული ფორმალურად იყოს დანაშაული, თუ ის ეწინააღმდეგება რაღაც ადამიანურ პრინციპებს, ეწინააღმდეგება ადამიანის სოციალური არსებობის კონსტიტუციას და მას დაარღვევ, ეს ჩაითვლება დანაშაულად და ის რომ მე ვიყავი რაღაცა ბრძანებას ვასრულებდი და ასე შემდეგ, ეს საკითხები არ მიიჩნევა სათანადოდ ეს არგუმენტები გასამართლებლად. და ამბობენ სიძულვის ენის და რეგულირების მომხრეები ამბობენ, რომ აი იცით გერმანიაში რო ყოფილიყო სიძულვის ენის რეგულირება, ჰიტლერი საერთოდ ვერ მოვიდო და ხელისუფლებაში პროპაგანდის მანქანა ესე ვერ იმუშავებდა და იმ უბედურებასაც ვერ მოიტანდა, რაც მოხდა. მეორე მაგალითი არის გაცილებით უფრო ახალი 90-იანი წლების, როდესაც რუანდაში
ტუცის და ჰუტუს შორის მოხდა დაპირისპირება ამ ორ ტომს შორის და რაც საბოლოოდ დასრულდა გენოციდი. ანუ რუანდაში ცხოვრობს და ორი დიდი ჯგუფი, ტუცი და ჰუტუ, ტომი, რომელთაგან ესე იგი ერთ-ერთმა ჰუტუმ მთლიანად გაანადგურა ტუცის ტომი და ამას რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა ეს გენოციდი სრულიად ბრუტალური ფორმებით, რაღაცა ქუჩებში დაჭერებით და მაჩეტეებით ადამიანების ადგილზე ლიკვიდაციაში და ასე შემდეგ ლიკვიდაციით გავაში გამოიხატებოდა და ასე შემდეგ, ხო? და ამას წინ უძღოდა ადგილობრივი გაზეთი და რადიოთი მუდმივი შეგონება იმისა, რომ აი ეს ტომი უშლის ხელს განვითარებას, რუანდის განვითარებას, რომ პრობლემები რაც წამოვიდა რუანდის ბრალიდან, ამიტომ ისი მათ თუ გავანადგურებთ, მაშინ აყვავდება რუანდა. და რამდენიმე ასეული 1000 ადამიანის სიკვდილი დასრულდა. ხო, რაც შეეხება და ამ აზრის მომხრეები ვინც არიან, რომ ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ჩარჩოში ჩაჯდეს, ისინი ამბობენ, რომ მოგეთ შევაჯამოთ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფრაზაში გამოიხატება ესე, ტოლერანტულობა არ ნიშნავს არატოლერანტულობის ატანას. ანუ ყველაფერი შეწყნარებულია, ყველაფერი შეიძლება იყოს მიღებული, მაგრამ ის რაც ჩვენს წესრიგს უქმნის საფრთხეს, მისი დაშვება არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს საფრთხე არის ეს ეგზისტენციალური და შესაბამისად შეიძლება დადგეს ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ანუ რამდენად შეუძლია ანუ რაღაცა იურისდიქციამ დაუშვას, ან რამდენად შესაძლებელია კონკრეტულმა წესრიგმა დაუშვას ფაქტი, რომელიც ამ წესრიგის კონსტიტუციას უქმნის საფრთხეს. ეს კითხვა შეგვიძლია დავსვათ ჩვენ სუპანჩიჩის კითხვის საფრთხისგან. ანუ თვითგამანადგურებელი ნაღმი თვითონვე ამოქმედოს, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს. რამდენად ლოგიკურია, რომ ეს მოხდეს. ეხლა მოდით გადავიდეთ სიძულვის ენაზე. უფრო კონკრეტულად ამ რაღაცა ზოგადი შესწავლის შემდეგ. და პირველ რიგში მოდი გავუმარტავ, რას ნიშნავს სიძულვის ენა. იმიტომ რომ სიძულვის ენას ძალიან ხშირად არასწორად იყენებენ, შეიძლება არასწორად არ იყენებენ, უბრალოდ არსებობს სიძულვის ენა hate speech იგივე, რომელიც არის ადამიანის უფლებების დისკურსიდან დანახული და შეიძლება არსებობდეს სიძულვის ენა, რომელიც არის პოლიტიკური დისკურსიდან დანახული, ხო? რაც არ უნდა ან ტექნიკურად გამოვიყავოთ ეს ტერმინი, თუ რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების პოლიტიკის ნაწილია, ხო? და პოლიტიკური სივრცეა საერთოდ, სადაც რაშიც წესრიგი არსებობს, რაღაც წესები არსებობს და ვერ იმ წესების დარღვევა, ხო? პოლიტიკური სივრცე თუ არ იქნა, ესენი ვერცერთი ვერ იასწრებს, მაგრამ პოლიტიკური აი ძალიან ვიწრო გაკეთება. და ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ ამბობენ, რომ ნებისმიერი სიტყვიერი თავდასხმა, ნებისმიერი შეურაცხყოფის მიყენება, ეს არის სიძულვის ენად მონათლული. მე ამ სიძულვის ენაზე არ ვილაპარაკებ. ეს გადის, ასე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემატიკით. მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენ ისეთ სიძულვის ენაზე, რომელიც გულისხმობს აუცილებლად სიტყვიერ თავდასხმას რომელიმე მოწყვლად ჯგუფზე. რაც მიზნად ისახავს მათ დაკნინებას, შეურაცხყოფას, სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
მოდი ხა აქვე განვარტავ რას თქოს მოწყვლადი ჯგუფი, იმიტომ რომ ესეთია რაღაცა. ამ თლად კარგად არ ჭდება სამეთყველო ენაში. მოწყვა მე არ გამოვიყენე, მოწყვა ნიშნავს დაუცველს. რაც ის იმას, რასაც რაც შეიძლება ადვილად გახდეს ხელყოფის ობიექტი. მე არ გამოვიყენეს შეგნებულად უმცირესობები სიტყვა, იმიტომ რომ ეს სიტყვა არის არასუსტი. იმიტომ რომ აი მაგალითად ქალები არიან მოწყვლადი ჯგუფი. მაგრამ ისინი უმცირესობა არ არის. რაოდენობრივად უფრო მე. ანუ მოწყვლადი არის ის, ვისაც ძალაუფლება არ აქვს. ანუ თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ სამყარო არის მასკულინური, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლება აქვს კაცებს და არა ქალებს. და ამიტომ ქალები არიან მოწყვლადი. ანუ ნებისმიერი სიტყვერი თავდასხმა მოწყვლად ჯგუფზე, რომელიც მიზნად ისახავს მას დისკრიმინაციას, სტიგმატიზაციას და ასე შემდეგ, არის სიძულვის ენა. სიძულვის ენის შესახებ საუბარი არის ანუ პირდაპირი საუბარი, სადაც ცალსახად არის ეს ნახსენები, არის ესეთი კონვენცია გაეროს, რომელსაც ქვია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. რომელიც ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო, ვინც არის ამ მონაწილე ამ კონვენციის, ვალდებულია მოახდინოს ესე იგი სიძულვის ენის კრიმინალიზება. უფრო სწორად გააკეთოს ისე, რომ სიძულვის ენის გამოყენებისთვის ადამიანებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ამის გარდა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოქტრინა, რომელიც პირდაპირ არაფერს არ ამბობს სიძულვის ენაზე, კონვენცია თორე სასამართლო ამბობს. კონვენციაში უბრალოდ წერია, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ ის ევროპული სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში სიძულვის ენა არის დასჯადი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი გამოიყენებს სიტყვიერ თავდასხმას მიაღწევს რომელიმე მოწყვლად ჯგუფს, მისი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, ხო? აი მაგალითად, მაგრამ არა მარტო სიძულვის ენას, არამედ აი ვთქვათ გერმანიაში ჰოლოკოსტის უარყოფა იწვევს ამგვარ პასუხისმგებლობის დაკისრებას. ანუ რო თქვა რომ ჰოლოკოსტი არ არსებობდა, იწვევს უკვე პასუხისმგებლობის დაკისრებას. და ასევე საფრანგეთში და ბევრ ქვეყანაში, ხო? და იმ ადამიანებს, ვისაც წაუღია ესეთი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და უთქვამს, რომ ისე ჩემი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, როდესაც სიძულვის ენის გამო მე მსჯიან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო არც კი იღებს ესეთ საჩივრებს განსახილვებლად. და ის ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული სიძულვის ენა. ხა იმისათვის რომ გავმარტოთ რას ნიშნავს დაცული სფერო და რას ნიშნავს საჩივრის წარმოებაში მიღება, ძალიან მოკლედ ვთქვათ ადამიანის უფლებების დოქტრინის შესახებ. ადამიანის უფლებების დოქტრინა ამბობს ეს რაღაცას, რომ ჩვენ ყველას გვაქვს უფლებები. სახელმწიფოს ამ უფლებების შეზღუდვა შეუძლია და გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რამდენიმე უფლება, რომელსაც ვერასდროს ვერცერთ სიტუაციაში ვერ შეზღუდავს სახელმწიფო, მაგრამ ძირითადად მათ შორის გამოხატვის თავისუფლების უფლება სახელმწიფოს აქვს, თუ სახეზეა ლეგიტიმური ინტერესი და თუ შეზღუდვა არის უფლების რეალიზაციით გამოწვეული საფრთხის პროპორციული. ანუ თუ მაგალითად მე გავძარც რაც ავიყვანე მძევლად ადამიანი და სპეც ოპერაცია ჩატარდა და მე ჩემი ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა,
ეს ჩაითვლება, რომ არ არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, იმიტომ რომ მართალია მე ვსაუბრობ სიცოცხლის უფლების, მაგრამ უფრო დიდი სიკეთის გადასარჩენად მოხდა ჩემი ლიკვიდაციის ვიღაცა მძევალი გადაერჩინა. მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ სიძულვის ენასთან დაკავშირებით თქვა, რომ ესეთი უფლება საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. არათუ სახელმწიფო მას ზღუდავს პროპორციულად. ის კი არ თქვა, რომ შეზღუდა, სწორად შეზღუდა. და ეს პროპორციული იყო და ასე. თქვა, რომ უბრალოდ შენ ესეთი უფლება საერთოდ არ აქვს. და თუ არ აქვს, ვერ შეზღუდავდა. ესეთი უფლება არ არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ანუ უფლება hate speech-ზე არ არსებობს. და შესაბამისად ის ვერ შეგეზღუდებოდა. ანუ არ მიიღო განსახილველი. თუმცა არსებობს ამის საწინააღმდეგო დოქტრინები, რომელიც ცნობილია აშკარა და ყისიერი საფრთხის დოქტრინა. რა არის აშკარა და ყისიერი საფრთხის დოქტრინა და საიდან წარმოიშვა ის? ეს დოქტრინა მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა და მას საფუძველი დაუდო მოსამართლე ოლივერ უელდერ ჰოლმსმა, რომელმაც ერთ-ერთ საქმეში, თუ არ ვთქვი, ამ საქმეს ჰქვია ბრანდენბურგი, ოჰაიოს წინააღმდეგ, დაადგინა სწორედ აშკარა და მყისიერი საფრთხის დოქტრინის სტანდარტი. ანუ რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი, სასტიკი, არალიბერალური, შოვინისტური, ასე შემდეგ. რა სიტყვაც მოგაფიქრდება თავში შეგიძლიათ გამოიყენოთ აღსაწერად. თუ ამ უფლება, ესე იგი, თუ შენ გაქვს უფლება, რომ გაათქვა ეს ყველაფერი, მანამ სანამ ეს გამოხატვა არ მატერიალიზდება ქმედებაში. ანუ სანამ არ შექმნება მისი რეალიზაციის აშკარა და მყისიერი საფრთხე. შეიძლება თქვენ თქვათ, რომ ეს ძალიან ისეთი ბუნდოვანი იქნება, რაც ნიშნავს აშკარა და მყისიერი საფრთხე, რაც შულმა არ იცის. შეგიძლიათ ესე თქვათ, ანუ ყველა რას ნიშნავს ახლა. შეიძლება აშკარა და მყისიერი საფრთხე იყოს ნებისმიერი რაღაცა, ხო? მაგრამ ეს ესე მთლად ესე არ არის. სამართალში არსებობს ეგრეთ წოდებული განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინების ცნება. რას ნიშნავს განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინები? განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინები არის ტერმინები, რომელიც უნდა ინტერპრეტირდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ცალ-ცალკე. და იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე მგონი რომ საბედნიეროდ შეუძლებელია აღიწეროს ნებისმიერი დაშვებული ქმედება და ვინაიდან არსებობს პრეზუმპცია ადამიანის თავისუფლების სასარგებლოდ და ვინაიდან არსებობს წინასწარი ვარაუდი იმისა, რომ ადამიანები საკუთარ უფლებებს არ გამოიყენებენ ბოროტად, არსებობს რაღაცა ზოგადი ჩარჩოები, რომელ ჩარჩოებში ჩვენ მოქმედებთ და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში თუ რაღაცა საფრთხე შევქმნით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს რეალური საფრთხის შექმნა. ახლა შეიძლება რას ნიშნავს აშკარა და მყისიერი საფრთხე? აშკარა და მყისიერი საფრთხე თვითონვე განმარტა ოლივერ უელდერ ჰოლმსმა საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ვერავითარი თავისუფლება ვერ დაიცავს ადამიანს, რომელიც ხალხით სავსე ჩაბნელებულ ოპერის დარბაზში დაიწყებს ყვირილს ცეცხლიო ტყუილს, ანუ ტყუილს ცეცხლიო, შექმნის ამით ალიაქოც, ჩოჩქოს და ჭყლეტის და ადამიანების რაღაცა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანების საფრთხეს. ერთ საუკუნის მერე ჩვენი ეროვნული ნაციონალური მშობლიური საკონსტიტუციო სასამართლოს გამოვა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც არის ძალიან გრძელი და მოსაწყენი სათაურით, ვინც კი გაგიგიათ, ყველა არის მოსარჩელი. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
სადაც საკონსტიტუციო სასამართლო ბევრ საკითხთან ერთად განიხილავს შეგრებისეთ მანიფესტაციების შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლს, სადაც წერია, რომ თუ მასობრივი, ან თუ შეკრების დროს, ან თუ აქციის დროს ადამიანები, აქციის ლიდერი ან იქ მყოფი ადამიანები გააჟღერებენ მოწოდებებს ხელისუფლების გამხობისაკენ, ან გააღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, მაშინ ისინი უნდა მაშინ აქცია უნდა შეწყვეტეს, მოკლედ რა, ეს არის აქციის შეწყვეტის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ესეთი რამ თქვა, რომ ყველა ადამიანს აქ გამოხატვის თავისუფლება, მისი სიტყვები თავისთავად სიტყვები არ წარმოშობენ საფრთხეს, კრიტიკულ საფრთხეს, მაგრამ როდესაც ადამიანი გამოდის ხალხის წინაშე, მას უნდა კონდეს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა. მას უნდა კონდეს გაცნობიერებული ის თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საკუთარმა გამოხატვამ. მაგრამ ეს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სხვადასხვა. თუ ადამიანი გამოდის საზოგადოების წინაშე და მან უკვე იცის, რომ და აქვს რეალური განცდა იმისა, რომ თუ ის მოუწოდებს ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ ან არეულობისკენ ხალხს, ეს გადაიზრდება, მისი სიტყვები იქცევა რეალობად, მაშინ ეს წარმოადგენს სწორედ აშკარა და მყისიერი საფრთხის შემთხვევას. მიუხედავად იმისა, რეალურად ეს განხორციელდება თუ არ განხორციელდება. მაგრამ თუ ადამიანი გამოდის და მოუწოდებს ძალადობისკენ ხალხს ოღონდ, მას არა აქვს განცდა, ანუ არაფერი მოასწავებს იმაზე, რომ ეს სიტყვები იქცევა რეალობად, მაშინ თუნდაც რეალობად იქცეს ეს სიტყვები, ამ ადამიანს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. აი მაგალითად მე რო გამოვიდე და აქ ვიქადაგო, არ ვიცი რაღაცა ნეპალელების გაჟლეტა მოგიწოდეთ, ხო? და მთელი სერიოზულობით ამაზე ვიმსჯელო. შეიძლება მე მეგონოს გულწრფელად, რომ თქვენ ახლა აქედან ყველანი წახვალთ ნეპალში გენოციდის მოსაწყობად. ეს თუ არ განხორციელდა, მაშინ რეალურად ჩვენ ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. მაგრამ თუ მე გამოვალ და აქ რაღაცა ისე ვიტყვი ამას ხუმრობით ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ მე გახვალთ და ამას რეალობად აქცევთ, მე ამას პასუხისმგებლობა არ მეკისრებ. ანუ ეს მე მინდოდა განვემარტა რა იყო აშკარა და მყისიერი საფრთხის დოქტრინა, ან პირდაპირ და მყისიერი საფრთხის დოქტრინა. ხანდახან ესეც ამბობენ. რას ეფუძნება ეს ორი ხედვა, რა ფილოსოფიური წინამძღვრები აქვს? აშკარა და მყისიერი საფრთხის დოქტრინა არის ლიბერალური თეორიის შედეგად ჩამოყალიბებული, რომელიც ჯერ კიდევ მოდის მე-17 საუკუნის ინგლისიდან, როდესაც ჯონ მილტონმა თავის ცნობილ პარლამენტო მიმართვაში, რომელსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ არეოპაგიტიკას, არეოპაგიტიკაში სწორედ ჩამოაყალიბა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და შემდეგ ჯონ მილტონმა, სტიუარტ მილი თქვი? ჯონ მილტონმა ჩამოაყალიბა და შემდეგ სტიუარტ მილმა თავის ესეში თავისუფლების შესახებ გაშალა ეს მოსაზრება. და მილი თავისუფლების შესახებ აი ამ კონცეფციაში
ერთ დიდ საკითხად გამოხოს სწორედ გამოხატოს თავისუფლებას და ის ამ ესე იგი რაციონალურად აანალიზებს თუ რატო არ უნდა შევზღუდოთ ჩვენ გამოხატვის თავისუფლება არც ერთი არგუმენტი და ერთ-ერთ არგუმენტად მას მოაყავს ესეთი რაღაცა რომ ეს აზიანებს მათ შორის მათ ვინც შეზღუდვის მომხრეა. ანუ ჯონ სტიუარტ მილი ამბობს რომ აი წავიკითხავ მოდი თქვენის ნებართვით ამ ფრაზას რაც ამბობს არსებობს იდეათა თავისუფალი ბაზარი, სადაც იდეები ერთმანეთს ეპაიქრებიან. საბოლოოდ ამ იდეის მართებულობაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი ადამიანი იყიდის, ანუ გაიზიარებს მათ. სწორედ აქ იდეათა თავისუფალ ბაზარზე თანასწორ ბრძოლაში უნდა გამოიცადოს ყოველი აზრი. სწორედ დებატებში უნდა დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა სხვებთან შედარებით. იმისთვის რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თავიდან ავიცილოთ, აქცენტი უნდა გადავიტანოთ შეჯიბრებითობაზე, რომელიც თავად დაამკვიდრებს ბალანს მართალ და მცდარ აზრებს შორის. და ის ამბობს რომ ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას აშკარად მყისიერად დავინახოთ, უბრალოდ თვალნათლად დავინახოთ ჩვენი იდეების მართებულობა და სიმყარე. და სხვებსაც დავანახოთ ის. თუ ჩვენ ავკრძალავთ რადიკალური საწინააღმდეგო აზრების გამოთქმას, მაშინ ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას საზოგადოების წინაშე საზოგადოებას დავანახოთ აი ამ რადიკალური, ტოტალიტარული და შოვინისტური აზრების უსუსურვებლად. და ამით საკუთარ თავსაც რაღაცაში თანამამლობასაც ესე ამ სიტყვას იყენებს ჯონ სტიუარტ მილი ვართმევთ შესაძლებლობას და ანუ ვძარცვავთ იდეებისგან ამ სიტყვას იყენებს სწორედ ჯონ სტიუარტ მილი. მაგრამ მეორე მოსაზრება ემყარება იმას რომ გამოხატვას აქვს განსაკუთრებით თანამედროვე აუდიოვიზუალური მედიის გავლენის გათვალისწინებით აქვს ძალიან დიდი ეფექტი და ძალიან დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და ეს აბსტრაქტული საფრთხე შესაძლებელია ესე იგი დავიდეს ძალიან რეალურ შედეგებამდე და რეალური ადამიანის ნეგატიურ ბედამდე. და თავარი პრობლემა სწორედ ის არის, როგორ უნდა დაიჭიროს სახელმწიფომ სიძულვილის ენის უბრალოდ აშკარად და მყისიერი საფრთხის ტესტი, ანუ სად უნდა გაავლოს ზღვარი გამოხატვასა და ისეთ გამოხატვას შორის, რომელიც აშკარად და მყისიერ საფრთხეს წარმოშობს. ჩემი აზრით, მე უფრო ვემხრობი იმას, რომ არ უნდა დარეგულირდეს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს მიშვებული ნებაზე. არსებობს რამდენიმე ტიპის რეგულირება სიძულვილის ენისთვის. ერთი რეგულირება ეს არის შეიძლება ეს დავუწევთ საჯარო მოხელეებს და ვთქვათ რომ საჯარო მოხელეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება სიძულვილის ენის გამოყენების, ვინაიდან ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს და ისინი უნდა იზიარებდნენ, ანუ მინიმუმ არ უნდა უპირისპირდებოდნენ და საკითხის ნიშნის უნდა არ უნდა აყენებდნენ კონსტიტუციურ ღირებულებას, როგორც თანასწორობა, თავისუფლება. მეორე შეიძლება ვთქვათ რომ შეიძლება დარეგულირდეს რაღაცა თვითრეგულირების მეშვეობით მედიაში, თუ მედია გადაწყვეტს რომ ის არ იყენებს სიძულვილის ენას, მას მივანიჭოთ უფლება რომ საკუთარ ჟურნალისტებს ვინც ამას გამოიყენებს გააკისროს პასუხისმგებლობები, ისევე როგორც რაღაცა გაერთიანებებს და ერთობებს ასოციაციებს, პროფკავშირებს და შემდეგ ასევე შეგვიძლია მივანიჭოთ ეს უფლება საკუთარ წევრებზე დისციპლინური ზემოქმედების. იმიტომ რომ ეს შეთანხმებაა რა, ჩვენ ვართ ისინი, ვინც სიძულვილის ენას გვმოყთ და შენ თუ მოდიხარ ჩვენთან, მაშინ იცოდე რომ ამას ვერ გამოიყენოთ. თუ განსხვავებით საზოგადოებისგან, სადაც ხო არ ვირჩევთ რომელი პრინციპში არ ვირჩევთ რომელი ქვეყნის მოქალაქეება დავიბადებით, ხო?
ჩემი ხედვა მაინც შეიძლება ესეთი ფორმულირება გავუკეთო მე. რაც არ უნდა კაცრი იყოს სასჯელი სიძულვილის ენით მოლაპარაკე ადამიანების მიმართ, მათ სიყვარულის ენით ვერ ავალაპარაკე. კაი, ეს იყო რის თქმას მინდოდა. ეხლა რა ვიცი. თუ რაიმე მოსაზრებები, კითხვები, ბევრი ვილაპარაკე და მოსაკითხვები რაღაცები არის, შემიძლია უპასუხო. ხო იქნებ უფრო რას კონკრეტულად თქვა პირადად შენი აზრი, შენ სად ხარ ამ თვალსაზრისით? უნდა რეგულირდებოდეს, თუ უნდა რა დოზით, თუ უნდა იყოს თქვა ამერიკა შენ რო ჩამოაყალიბო შენი პირადი აზრი. ხო ვიცოდეთ ვის ველაპარაკებით ჩვენც. აი, ვისი იმის მიღე. აი, ხო, ანუ მე ვარ ამერიკული სტანდარტის მომხრე, ამ შემთხვევაში რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში. ამ დღეს ქართული სისტემა არის ამერიკულ სტანდარტზე, მოწყობილი ამ თვალსაზრისით და არა ევროპულ სტანდარტებს სხვათა შორის ძალიან ბევრ, ანუ საერთაშორისო ვალდებულებას ყველას ვარქობთ ამ მიმართულებით. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის წამები, ყველა ფორმის წამების ყველაფრის აღმოფხვის კომიტეტი, თუ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩვენ ყოველ ჯერზე 2 წელიწადში ერთხელ ვიწერს ანგარიშიო სიძულვილის ენის კრიმინალიზება მოახდინეთ და ჩვენ ჯერ არ ვახდეთ. მე მგონია რომ სწორად ვიქცევით, თორსა ამას არ ვაკეთებთ. და მეორე, რა თქმა უნდა, ანუ სახელმწიფო ერთადერთი მე ვფიქრობ, რომ შეიძლება საჯარო მოხელეების საქმე ჩაერიოს გამოხატვაში ისიც მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინური ფორმით და არა გამოხატვის და არა სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით. და კიდე ერთი სხვათა შორის ორი დღის წინ იყო სწორედ შეხვედრა, ჩვენ ვიღებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. და ძალიან კარგად მოვიქცეთ ეს ვალდებულება რომ ავიღეთ და იქ არის იყოს სწორედ ამაზე მნიშვნელობა, უნდა მოხდეს თუ არა სიძულვილის ენის კრიმინალიზება. კი არა, იქ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ უფრო სწორად, აი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა. ჯერჯერობით აზრი ისი არის ფორმირებული, რომ არ უნდა ჩაიდოს შიგნით და უნდა შევინარჩუნოთ, რაც მე ვფიქრობ, კაი, უბრალოდ რაღაცა ცოტა ბუნდოვანი ფორმულირება იყო და იმ ფორმულირების დაზუსტებაზე მიდის ეხლა ლაპარაკი. მე ვარ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების მხარეს და სიძულვილის ენის კრიმინალიზების წინააღმდეგი ვარ. როგორია როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება მაგალითად ისეთი ჯგუფების მიმართ, თუნდაც პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ხასიათდებიან აშკარად სიძულვილის ენის და შეუმჩნარება, აი მაგალითს ვიტყვი, აი ფაშისტური პარტიები, ანუ რა დამოკიდებულება შეექმნეს სხვადასხვა ევროპულ მაშინვე იგრძალება. ან მაგრამ საბერძნეთში ვიცით ხო არსებობს ეს ოქროს დაისი და რაღაც ხო. ანუ ბერძნული პრაქტიკა მასალით არ ვიცი, ძალიან კომპეტენტური არა ვარ, თუმცა რო აკრძალონ ევროპული, ანუ საერთო ევროპული, მე უფრო საერთო ევროპულ კონსენსუსზე ვილაპარაკე, შეიძლება რამდენი ქვეყანა იყოს გამონაკლისი, მაგრამ რაც არის ევროპული ადრესობთ ევროპული სასამართლო სტანდარტით დადგენილი და რაც თქვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ აღიარებული, ჩრდილოეთ ევროპისაც ესია ნამდვილად რომ ესეთი პარტიები იკრძალება. თუმცა ჩვენთანაც იკრძალება პარტიები, რომლებიც აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს. ანუ ეს კიდე სხვა რაღაცა არის. როცა hate speech ლაპარაკობს, ეს არის ერთჯერადი გამოხატვა, ხო? მაგრამ მეორეა, როდესაც არის ვიღაცეები ესე რეგულარულად ანუ გეგმები დაწყობილი გეგმებით აკეთებენ ამას და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საფრთხე უფრო მაღალია და ეს სხვა თემაა და ეს საკუთარი ევროკავშირი არ რეგულირებს მისი წევრი ქვეყნის ამ შემთხვევაში საბერძნეთის იმას. ევროკავშირზე არა, ევროსაბჭოზეა აქ ლაპარაკი. და ევროსაბჭოში როგორი სისტემაა, კონვენცია ესე პირდაპირ არ რეგულირებს. შეიძლება ვიღაცამ გაასაჩივროს და შემდეგ ევროპული სასამართლო გამოიდოს განწყობილებას ამ თემასთან დაკავშირებით, ან მინისტრთა კომიტეტი მოამზადებს რეკომენდაციას. მართლა არ ვიცი ხა ბერძნული კონტექსტი როგორია ამ მიმართულებით, მაგრამ მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში აკრძალულია. ხო, მეტიც ანუ კიდევ ერთი საქმე შეგვიძლია გავუსვათ ევროპულ სასამართლოდან, არა მარტო ისეთი პარტიების აკრძალვა შეიძლება რომელიც ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს აკვლევს, არამედ ისეთი პარტიები შეიძლება აიკრძალოს, რომელიც გაშეკვების კონტექსტს რა თქმა უნდა, მაგრამ რომლებიც კლერიკალური თქო იდეოლოგიის არიან და სეკულარიზმს არა სათანადო პატივს არ მიაგებენ, ასე ვთქვათ. ანუ არ აღიარებენ სეკულარიზმს.
აი ამის მაგალითი იყო რეფახ ფართისი, ანუ აღორძინების პარტია თურქეთის წინააღმდეგ, სადაც სწორედ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო სხვათა შორის არჩევნებში გამარჯვებული რეფახის პარტია, ანუ არჩევნებში ჩატარდა, რეფახის პარტიამ გაიმარჯვა და გენერალურმა პროკურორმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გასაუქმებლად რეფახი ფართისის და რეფახის პარტია გააუქმა. ეს წარმოიდგინეთ საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტია საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს, რა მოხდება. იქ გააუქმა და გააუქმა რამდენიმე მიზეზი. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ეს რეფახის პარტია არ ემიჯნებოდა რელიგიურ ძალადობას. მეორე ის, რომ ის იყო ეგრეთ წოდებული პერსონალური კანონის შემოღების მომხრე და მესამე შარიათის კანონის მომხრე იყო. ხო, პერსონალური კანონი რა ნიშნავს? პერსონალური კანონი ნიშნავს რა რელიგიის ხარ, ირჩევ იმ რელიგიის კანონს და შეგიძლია იმით იცხოვრო რა, იმით გასამართლდე, ასე ვთქვა. ანუ თუ ქრისტიანი იქნები, ქრისტიანული კანონიკური სამართლით გაგასამართლებენ, თუ მუსლიმი იქნები, შარიათით, თუ ებრაელი იქნები, ებრაული კანონებით, თუ გინდა, აი თუ რომ მე სეკულარული კანონებით უნდა გავსამართლე, სეკულარულად გაგასამართლებ რა. ამას ამბობდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ პერსონალურ კანონს. ანუ პერსონაზე მიბმულს მის რწმენასა და სულისა და ამის გამო მე გაუქმეს და გასაჩივრდა ეს ამბავი ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ანუ არაფერი განსაკუთრებული რა. ანუ ეს რაღაცა მე ესეთიც კი ხდება და მით უმეტეს ეხა ფაშისტო-ნაცისტური პარტიები. ავსტრიაში იყო ეგეთი პრობლემა, როგორც მახსოვს და იქაც რაღაცა რეაქცია ქონდა სახელმწიფოს. ზუსტად მართალია მე ეს ლიდერი იყო დარჩა პოლიტიკურ ასპარეზზე, მე მგონი პარტია გააუქმებინა. და რათა სხვა პარტია შეიძლება ისევე როგორც დღევანდელი თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არიან იმ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლო და ახალი პარტია დააარსეს და გაიმარჯვეს. უბრალოდ შეარბილეს რიტორიკა რა და ისეთი რადიკალურები აღარ იყო. კიდევ შენი აზრით, გვაქვს თუ არა დღეს როცა მილზე საუბრობდი, ხო? marketplace of ideas ბაზრის კრიზისი გვაქვს თუ არა? არის იდეები არ გვაქვს თუ ბაზარი არ გვაქვს? არა, ასეთი არ გვაქვს. დაახლოებით ის რაც მოხდა იუგოსლავიაში, იყო კრიზისი იდეების ბაზის გარდამავალ ქვეყნებს ემართებათ, ხო? ეს იუგოსლავია, მე რუანდა, რომელიც ახსენე, იგივე სამხრეთ სუდანში ხდება დღეს ეგ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხდება ეს დღეს. გვაქვს თუ არა ეს კრიზისი რეალურად? თქვა ჩვენ ბეჭდურ მედიას განსაკუთრებით თუ დავაკვირდებით, ყველაზე პოპულარული გაზეთი რომელია ვიცით? ხო, იდეების კრიზისი. კრიზისი ერთის გამოსცემდა იმ ორგანიზაციაში, სადაც მე ვმუშაობ, ეს არის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. სწორედ რაღაცა ორი კვირის წინ გამოვეცით ანგარიში, რომელსაც ჰქვია სეკულარიზმის კრიზისი. რომელსაც აღწერილია ეს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდებოდა რელიგიურ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მაგრამ შეიძლება არასეკულარიზმის, არამედ იდეების კრიზისი, თუმცა ეს ორი რაღაცა კავშირშია და მეთანხმებით გარკვეულწილად ერთმანეთთან. იდეების კრიზისი არ ვიცი, მაგრამ იდეების დევალვაცია ალბათ ხდება. რაც გარკვეულ ჯგუფებში. თუმცა ეს შეიძლება იყოს ლოგიკური და ახსნადი იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და რაღაც აზრით დღემდე ვიმყოფებოდით. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მეტი, ანუ ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ გავაცნობიეროთ საკუთარი მოქალაქეობა. და რას ნიშნავს ჩემი აზრით ჩვენი მოქალაქეობის გაცნობიერება, არაფერი ახლის მოგონება არ გჭირდება, ჩვენ უნდა გავიგოთ მოქალაქეობა, უნდა დავინახოთ ისე, როგორც ეს მოდა ძველ ბერძნებს. ანუ ანტიკური გაგებით, ძალიან მარტივად და ძალიან ავთენტურად. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა გვეჭიროს ხელი ჩვენი საზოგადოების განვითარების პულსზე, ჩვენი პოლიტიკური განვითარების პულსზე, ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, ჩვენ უნდა გამოვხატავდეთ, ჩვენ უნდა ვაფიქსირებდეთ საკუთარ პოზიციას და სწორედ ესე იქმნება იდეათა ბაზარი, ესე ყალიბდება იდეათა ბაზარი. და დღეს მით უმეტეს სოციალური თანამედროვე მედიის განვითარების პირობებში
ჩვენი შესაძლებლობები არის განსაზღვრულად დიდი. ამიტომ ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რადგან იგივე შესაძლებლობები აქვს იდეებს, რომელიც არის ტოტალიტარული. და ჩვენ თუ არ გამოვიყენებთ, ისინი გამოიყენებენ, იმიტომ რომ როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, მიტოვებულ ეკლესიას, ანუ მიტოვებულ ინტერნეტს ეშმაკები ეპატრონებიან ხოლმე. ხო, აი რაღაცა დაახლოებით ესეთი ამბავია. ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემაა, მიტოვებული ინტერნეტის და ეშმაკების. ძალიან უცნაურია, უბრალოდ ესეთია, უცნაური არ არის. ლოგიკაში არ ჯდება. რომ იდეები, რომლის ტირაჟირებაც ხდება ტოტალიტარული ხედვების, ანუ ტოტალური, ასე ვიტყვი, ტოტალიტარულზე ეგრევე მივდივართ ფაშიზმზე. ტოტალური იდეების მიერ ისინი იყენებენ და რომელიც არის არსებითად პრემოდერნული, იყენებენ პოსტმოდერნულ მექანიზმებს, როგორც არის ინტერნეტი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის მათი შერწყმის შედეგად რა მიიღება, მით უმეტეს პოსტმოდერნულ ხანაში, სადაც არ არსებობს შავი და თეთრი, არ არსებობს კარგი და ცუდი და ყველას არსებობას აქვს უფლება. ყველას აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ. ანუ მაგალითად მოდერნში ესე არის, ხო? მოდერნში და არ არის, ხო? მოდერნი რა ვიცი, დამთავრდა ეს დიდი დისკუსიის საგანი, მაგრამ მოდერნი ამბობს, რომ მოდი თეორიულად რო ვთქვა, რა მოდერნი ამბობს, რომ ფაშიზმი არ დაიშვება, კომუნიზმი არ დაიშვება, შეგიძლია ჩაახშო, რაც გინდა ის უქენი. იმიტომ ცუდია, ისინი არ არიან ლეგიტიმურები. მათ არ აქვს არსებობს უფლება. სიძულვის ენა არ არის გამოხატვის თავისუფლება. ის საერთოდ არ არის უფლებით დაცული. ამიტომ სიძულვის ენას ასე გაუკეთე, უფლების დარღვევა ვერ იქნება, იმიტომ რომ ის არ არსებობს ესეთი უფლება საერთოდ. და პოსტმოდერნიზმი ამბობს, რომ არა, მასე არ არის. ყველა ლეგიტიმურია. ყველას არსებობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. და ამ პირობებში სანამდე მივალთ, არის ძალიან რთული განსაჭრელი და ამოდროულად არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ძალიან იწევს. რეალურად საქართველოსთვის ეს მისაღები ვარიანტი ეთქვა, იმიტომ რომ საქართველოს აშკარად განსხვავდება ამერიკისგან და ბევრი რამით. ხო, ეს მარტო ამერიკა კი არ არის, ამერიკული მოდელია და ბევრ ქვეყნებში არის, სხვა შემთხვევაში, მაგრამ უფრო მეტში არის ევროპული მოდელი. კი, მაგრამ აი საქართველოს ალბათ რაღაც თავისებური მოდელი ჭირდება, იმიტომ რომ რეალურად რაც საქართველოში ხდება, სიძულვის ენა მართლაც რომ დასარეგულირებელია ალბათ, იმიტომ რომ ძირითადად გამოხატვის ენა სიძულვის ენას ეყრდნობა უფრო. დავხვიტოთ ისინი, ვინც სიძულვის ქადაგებს. არა, დავხვიტოთ არა, მაგრამ რაღაც რეგულაცია ცუდი არის. იც რა არის? მე მესმის აბსოლუტურად, ცდუნება არის ძალიან მაღალი, ხანდახანი ძალიან გაუბრაზებულია და ეხა ინეტა გერმანიაში ვიყოთ ამას რომ გააყოფილებდნენ ვირისაბანოში თავს რო ვიფიქრობ ხოლმე, მაგრამ მე რო ფიქრდები მართლა ეგ კითხვა მიჩნდება რა, თუ ის გეუბნები, ანუ დღეს როგორ ველაპარაკება მაგალითად რაღაცა ძალაუფლება ჩვენ რა, ამ ძალაუფლება შეიძლება იყოს რაღაცა ქართველობა, შეიძლება იყოს ეკლესია, არ ვიცი რა, ანუ ოღონდ ფსევდო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. როგორ ველაპარაკება, რომ იცი რა, შენ არა გაქვს განსხვავებული აზრის ქონის უფლება. და თუ შენ განსხვავებული აზრი შენ უნდა განადგურდეს. შენ არა გაქვს უფლება პოლიტიკურ, ანუ საჯარო სივრცეში იარსებო. შენ თუ 17 მაისს გამოხვალ და იტყვი რომ განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება რომ არსებობდნენ, არა მხოლოდ მათ, შენ ვისაც ესე აზრი გაქვს, მაგრამ შეიძლება ამ ჯგუფს არ მიეკუთვნები, შენს განადგურდები. ეს არის იმათი ლოგიკა. იმიტომ რომ არ შეიძლება შენ არსებობდე. ანუ ტოტალურობას, ტოტალიტარიზმი სწორედ ეგ არის, რომ არ უშვებს განსხვავებულის არსებობის უფლებას. ან შესაძლებლობას, განსხვავებულობისთვის ადგილს არ ტოვებს, ან რადიკალურად განსხვავებულობისთვის და პრინციპში, როდესაც ჩვენ ამბობ, ეხლა ჩვენ ყველას ამათ მივხედავთ და დავარეგულირებთ, მე მგონი იგივე ვსვამობთ ჩვენ უბრალოდ უფრო დაალაგებული სახეებით.
ვინც არ მონაწილეობს თვითონ ძალადობაში, მაგრამ სხვა რაღაც ჯგუფს მოუწოდა ძალადობისაკენ, რომელიც შემდეგ განხორციელდა, ის უფრო დაისჯება. ხო, აი მაგას ვამბობ, გააჩნია თუ ესე იგი მე თქვენ მოგიწოდეთ ძალადობისკენ, ოღონდ ესე იგი მე როგორი წინასწარი როგორ მაქვს შეცნობილი ჩემი საკუთარი ქმედება, როდესაც მოგიწოდებთ, ამაზეა დამოკიდებული. თუ თქვათ მე ავიღოთ შემთხვევა, როდესაც მე მაქვს შეცნობილი, რომ თქვენ აუცილებლად იძალადებთ, ეხლა მე რასაც რომ მოგმართავ. ან მაღალი ალბათობით იძალავთ, ან ჩემი განზრახვა არის, რომ რაღაცა ძალადობ. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ დავისჯები და რომც არ გააკეთოთ, მაინც დავისჯები. უბრალოდ, მაგრამ თუ მე თქვენ აი მაგალითად მე გამოვედი და 7 ნოემბრის შემთხვევა რაც ხო? იქ გამოდის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი და ამბობს, რომ დავასრულოთ სააკაშვილის ხელისუფლება დღესვე. და მერე აქციის დარბევა ამით გამართლდა, რომ ეს იყო ძალადობისკენ მოწოდება. მე არ მგონია, რომ ეს იყო ძალადობისკენ მოწოდება, იმიტომ რომ იქ არ იგულისხმება ძალადობრივი დასრულება. ეს იყო რაღაცა მორალური დასრულება, ან მოვითხოვოთ მისი გადადგომა, ან რაღაცა ესეთი, ხო? ამ შემთხვევაში რომც ეძალადა იმ ხალხს ეს არ დაიჯეროდა, იმიტომ რომ ამ ვინც გამოხატვა განახორციელა, მას არ ქონდა ძალადობრივი გაზახვა და უბრალოდ გულისხმობდა მორალურ დასრულებას ან რაღაცა პოლიტიკური მეთოდებით დასრულებას და არა ძალადობით დასრულებას. ანუ აი ამაზეა, რა გააჩნია, თუ მაგრამ მე თუ დავასრულოთ, ან წარმოიდგინეთ, მე უყურებ ადამიანებს, რომლებიც დგანან რაღაცა შიშველი ხელებით, იყინებიან უბრალოდ რაღაცებს ყვირიან, პრინციპში არც ერთი ვიტრინა არ ჩამტვრეულა, ესე არავის მშვიდად დგანან, არ იზრუნებენ ადგილიდან და დავასრულოთ სააკაშვილის ხელისუფლება დღეს ვამბობ და არ მაქვს მოლოდინი, რომ ეხლა ეს ხალხი უცებ გავარდება და რაღაცა და ანუ არაფერი არ ხდება რა, ჩამოვდივარ ტრიბუნაზე და გადის ვიღაცა და ამ დროს მოდის პრესასი მარბე. ამაზე ეს არა, რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის გამოხატვა შეიძლება დავასრულოთ ხელისუფლება დღეს, სააკაშვილის ხელისუფლება დღეს არ არის სიძულის ენა, მაგრამ თქვათ ესეთი რანგის სიძულის ენა რომ გამოვიყენო რა, იმიტომ რომ არ არის თავდასხმა უმცირესობაზე. მაგრამ მე თუ გამოვალ და ხედავ ადამიანებს, რომლებიც შეიარაღებული არიან რაღაცა ფიწლებით და რაღაცა და ყველაფერს ამტროვენ და ეხლა დავიძახი და თან მიურბივარ და დავასრულოთ ხელისუფლება დღეს, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალადობრივი რა. ანუ ხო ხდებით ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში არის სხვადასხვა. 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორები უფრო ხომ ნახეთ, რომ ყავდა სასულიერო პირი, რომელიც ლიდერობდა მის წინააღმდეგ გარაღწევა საქმე, ხო? და საჩვეულა, რომ როგორც მომწოდებელი ამ ძალადობის. არა, მის წინააღმდეგ საქმე არა. სულ ორი სასულიერო პირის მიმართ აღეცხრა, ერთი ტაბურეტით ყოფილი და მეორე წიგინება. მომწოდებდა ამ ჯგუფს და რომ დაეშალა სხვა აქცია. ხო, ანუ მე ამას ვამბობ, რა მე არ მახსოვს მართალი გითხრათ, ძალიან დეტალურად ეხა ეს კოლეგოში ფაქტის შეფასება რომ გავაკეთო, მაგრამ თუ ესე იყო, მაშინ რა თქმა უნდა დაეკეთებინა, უნდა დაეწყო გამოძიება სახელმწიფოს. იქ რატომ არ დაიწყო კიდე საერთოდ ცალკე პრობლემა? არა, ვერ იწევს, ანუ გესმით ხო? არ იწევს, ეგ სხვა პრობლემაა საერთოდ. ანუ ამ შემთხვევაში ესეთი რამე. ანუ ნახეთ კიდე რა არის სიძულის ენის კრიმინალიზების საწინააღმდეგო არგუმენტი. ეს ამბობს რომ მხოლოდ მოწყვა ჯგუფებზე. ანუ დისკრიმინატორული უნდა იყოს. დისკრიმინაცია შეიძლება მხოლოდ მოწყვა ჯგუფის. მაგრამ ოღონდ მხოლოდ იმათი ვისაც გააჩნია მყარი იდენტობა. ანუ მყარი იდენტობა როგორ შეიძლება იყოს? სქესის, ანუ გენდერული იდენტობა, სადაც შედის ეს რა იცით რა შედის, ბევრი რამ, შეიძლება იყოს, ანუ სოციალური სქესი, შეიძლება იყოს ბიოლოგიური სქესი, შეიძლება იყოს ეთნიკურობა, რელიგიურობა, რასა. ეს არის მყარი იდენტობები. არამყარი იდენტობების მიმართ სიძულის ენა არსად არ არის დასჯადი, ხო? მაგალითად, რაღაც რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ბიბლიოთეკარებს. ბიბლიოთეკა ან სიტყვაზე ლიბერალებს, ან რაღაც სოციალისტებს, სოციალისტები გავანადგუროთ, ხო? ეს არ შეიძლება სიძულის ენად. იმიტომ რომ ეს არ არის მყარი იდენტობა და კითხვა ესეთია, კაცო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს თავს რატომ მომაჭრიან? იმიტომ რომ რაღაცა
იეჰოვას მოწვე ვარ თუ იმიტომ რომ სოციალისტი ვარ, ჩემი თავი მაინც მოჭრილია რა. ანუ და ესეც არ არის ძალიან ესეთი ნათელი სიძულვის ენის რეგულირებაში, ჩემი მოგზაურობული აზრით ყოველ შემთხვევაში.